ჩემი მეზობელი, ჩემი მკვლელი სამოქალაქო დაპირისპირების თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენება პრესკაფეში გაიმართა. ფილმი 1994 წლის აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, რუანდაში მიმდინარე გენოციდის შედეგებს ეხება. როცა სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლების დაპირისპირების შემდეგ ქვეყანაში 3 დღეში მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. სასტიკი და მასიური ხოცვის შედეგად დაღუპულთა შორის იყვნენ რუანდელი ბავშვებიც. სრულმეტრაჟიანი ფილმი შერიგებით სრულდება დამნაშავეები ვადაზე ადრე, როგორც სახელმწიფოს, ისე რუანდელი ხალხის შეწყალების შედეგად 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ ტოვებენ ციხეს. შვილმკვდარი დედები იმის გამო თანხმდებიან შეთავაზულ შერიგებას, რომ ქვეყნის განვითარება ერთობლივი ძალებით დაიწყოს. საზოგადოება მიდის დასკვნამდე, რომ მთავარი არა სასჯელი, არამედ შედეგია. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იყო. ესეთი ხასიათის სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენც გქონია და კონფლიქტები როგორც სამოქალაქოში ასევე აფხაზეთში. ერთი რამ არის ცხადი და ამ ფილმითაც იკვეთება და შემდგომი პროცესით, რომელიც რუანდაში მოხდა შერიგების თვალსაზრისით, რომ ანგარიშწორება და შურიზება ერთგვარად არის ძალიან ცუდი პროცესი და ეს არის ისეთი ტიპის პროცესი, რომელიც გრძელვადია ხდის შემდეგ უკვე სწორედ აი ამ ტიპის კონფლიქტებს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ახლა რუანდის შემთხვევა ესეთი უნივერსალური ხასიათის უნდა იყოს, მაგრამ ის პროცესი, რომელიც იქ განვითარდა აი ამ შერიგების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი სახელმწიფო ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფოსთვის პრობლემა სამართლიანობის დადგენის ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემა, ეს არის საკაცობრიო პრობლემა. ესეთი ტიპის გენოციდი არ მომხდარა საქართველოში, მაგრამ კონკრეტული გამოწვევები მაინც იდენტური გვაქვს, ამიტომ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება რომ გამოვიმუშაოთ შერიგების უნარი, როგორ შეიძლება მონანიების უნარი გამოიმუშაოს დამნაშავე მხარემ და როგორ შეიძლება პატიების უნარი გამოიმუშაოს დაზარალებულ